მომდევნო ერთი კვირის ენერგიები ბალანსისთვის დაალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ ჩემი გვერდზე. ნახოთ აბა უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში რა ძირითად ენერგიებში იქნებით თქვენ. ნახოთ აბა რა გელოდებათ. პირადში რა გელოდებათ სასწორლო კუთხით მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. ფინანსებში რა გელოდებათ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ფინანსები როგორი გექნებათ მომდევნო ერთი კვირის პერიოდზე და რჩევა თქვენთვის მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, რას გირჩევთ ტარო უახლოესი ერთი კვირის პერიოდში. საინტერესო მოვლენები გელოდებათ, მინდა გითხრათ ძალიან უახლოეს ერთ კვირაში. დავიწყებ კვირის მთავარი ენერგიების აღწერით პირველ რიგში და გეტყვით, რომ მომდევნო ერთ კვირაში რაღაცა დიდ და ძირეულ ტრანსფორმაციებს მოახდენთ თქვენს ცხოვრებაში. ძალიან დიდი და ბევრი ცვლილება შემოვა თქვენს ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს საომავლო გეგმებთან დაკავშირებული, პერსპექტივებთან დაკავშირებული რაღაცები, რასაც გეგმავთ თქვათ. შეიძლება გეგმები შეგეცვალოთ. არც ამას გამოურიცხავ მომდევნო ერთ კვირაზე. აქ შეიძლება ადამიანთან ან სიტუაციასთან, რომელიც საზღვარგარეთთან არის დაკავშირებული, ან სიშორესთან და რაღაც ძალიან დიდ დისტანციებთან, შეიძლება იქ მოხდეს გარკვეული გარდამტეხი ცვლილებები. თითქოს და აქ რაღაცა წარსულის მდგომარეობები უნდა დასრულდეს და საერთოდ ახალ ეტაპზე უნდა გადავხვიდეთ. შესაძლებელია ბევრ თქვენთაგანმა მომდევნო ერთ კვირაში შინაგანი სულიერი ჰარმონიული სიმშვიდეც მოიპოვოს და თუ აქამდე ძალიან ისეთ ნეგატიურ ენერგიებში იყო, დაალაგდეს და საკუთარ თავში დაბალანსდეს მომდევნო ერთ კვირაში ბევრი თქვენთაგანი. პირადს რაც შეეხება, პირადში ორი სიტუაცია თამაშდება ეხლა თქვენთან. ერთი სიტუაცია არის ის, რომ შესაძლებელია აქ ბევრ თქვენთაგანთან გამოჩნდეს ახალი პიროვნება და ახალი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში და რაღაცა სიახლეები შემოვიდეს, ახალი გზები, ახალი თავგადასავლები, ახალი მიმართულება, თითქოს რაღაცა თქვენი სული პირად თუ სასწავლო ურთიერთობებში ახალ თავგადასავლებს ეძებს და ახალ ცოდნას იძენს. აქ საკმაოდ აქტიურები იქნებით, სხვათა შორის მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში პირად ურთიერთობებში, ისეთ ენერგიებში, ხედავთ თავდაჯერებულებში, პოზიტიურში, შემართულ ენერგიებში. პირველ ვარ ერთ შემთხვევაში ვთქვით, რომ აქ ახალი პიროვნება შეიძლება გამოჩნდეს და ახალი ადამიანი და მეორე შემთხვევა, რომ შეიძლება საერთოდ ძველი სიტუაციები დატოვოთ, იმიტომ რომ იქ რესურსი ამოიწურა, თითქოს იქ სიტუაციამ თავისი თავი ამოწურა და საერთოდ ახალი მიმართულებით გადაწყვეტ წასვლა, მაგრამ მაინც და მაინც აქ არ არის აუცილებელი, რომ უცებ ახალ ადამიანზე გადაერთოთ, უბრალოდ რაღაც ცოტა გულდაწყვეტლები მოდიხარ თითქოს სხვა ძველი სიტუაციიდან. ფინანსებს რაც შეეხება, ფინანსები გექნება სხვათა შორის, უბრალოდ ცოტა ნელი განვითარება ჩანს აქ ფინანსებში. აქ ჩანს ბევრი ფიქრი საქმესთან, კარიერასთან დაკავშირებით, შეიძლება დაგეგმვა ჩანდეს რაღაცა სიტუაციების, სტრატეგიების, მდგომარეობების. კარგად რომ დაგეგმავთ და კარგად რომ მოიფიქრეთ თქვენს ფინანსებს, სხვათა შორის წინ წახვათ. შემოსავალი გექნებათ, ზრდა გექნებათ, ვერ გეტყვით რომ ეხლა ძალიან ბევრი დაგეყრებათ ამ ერთ კვირის განმავლობაში თავზე, მაგრამ პერსპექტივები საკმაოდ კარგი და შეიძლება რაღაცა ისეთი ინვესტიცია გააკეთოთ, რაღაცა ისეთ საქმეში ჩადოთ ფული, რომელიც მომავალში კიდევ უფრო მეტ ფინანსებს და მეტ რესურსებს მოიზიდავს და მოიტანს თქვენთან. რჩევას რაც შეეხება ერთი კვირის განმავლობაში, რჩევა არის ესეთი, რომ დაასრულეთ წარსული სიტუაციები, აი მთლიანად ერთი ხელის მოსმით შეიძლება ვთქვათ, რომ უნდა გაანადგუროთ რაღაც მდგომარეობა და მოცემულობა. ძველი უნდა მოიშალოს და ძველი უნდა მოიყრეს. იდეაში ამ ერთი კვირის განმავლობაში ახერხებთ კიდეც ამ ძველი სიტუაციების დასრულებას და ახალ ეტაპზე გადასვლას და რჩევაც არის, რომ იყავით პირდაპირები, იყავით გამომხატველები, გამოხატეთ პირდაპირ ის, რაც არ მოგწონთ. ეს იქნება პირადი ურთიერთობა, სამსახური, კარიერა, მეგობარი, არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერ სიტუაციაში, სადაც თავს გრძნობთ დისკომფორტულად და ფიქრობთ, რომ აქ უკვე დროა რაღაცები შეცვალოთ, პირდაპირები იყავით, როგორ ვთქვა, არ დაიწყოთ ძალიან ბევრი დიპლომატიის გამოჩენა. თქვენი ენერგია პირდაპირ გამოუშვით, იმიტომ რომ გამოშვების დროა, თითქოს ძალიან დიდხანს იკავებთ თავს რაღაც სიტუაციებზე, დროა რომ ეს გამოთავისუფლდეს თქვენგან ეს ენერგია. რჩევა არის, რომ დაასრულოთ ძველი სიტუაციები და გამოხატოთ ის, რაც არ მოგწონთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი მეტი მსგავსი ვიდეოს სანახავად. მადლობა ყურადღებისთვის.